დახურო შენი მომავალი. მომავალი. პირველი კითხვა, რომელიც ახლა მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელს გაუჩნდა, არის და მეც გამიჩნდა ეს კითხვა, გითხრათ სიმართლე და დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ანალიზს ამასთან დაკავშირებით. არის როგორი იქნება საქართველოსადმი დამოკიდებულება? ეხლა მე პატარა მას გავაკეთებ წინა სიტყვაობას ამ შეკითხვასთან დაკავშირებით. ტრამპის ამერიკა გულისხმობს ეს არის იმპერიალისტური ამერიკა, რომელთანაც დანარჩენ მსოფლიოს, რომელსაც უნდა მასთან მეგობრობა, უნდა კონდეს ვასალური დამოკიდებულება. ამას გულისხმობს ეს. ეს ხომ ცხადია 2x2 4. ამას ახლა რა ვიცი, არ მგონია ვინმე ამაზე შემეტავს. და ახლა მე მინდა ჩვენთან გადმოვინაცვლოთ საქართველოში და მაყურებელს გავახსენო ამერიკელი კონგრესმენის, რომელიც სავარაუდოდ იქნება წარდგენილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად კონგრესის, ჯო უილსონზეა საუბარი, მისი გამოსვლები, მისი კომენტარები, მისი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი საქართველოში, რომ საქართველოში დემოკრატია გადასარჩენია. ეს მისი ფრაზები მომყავს მე მისი ინტერვიუებიდან, რომელიც გაიმართა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. და ძალიან აქტიურად წერს ტვიტერზე საქართველოსთან დაკავშირებით პოსტებსაც, რომ ის ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთ მხარეს გვაქვს, ასე ვთქვათ, მარჯვენა მხარეს. ხო, მარცხენა მხარეს გვაქვს. ყავს ჩვენ ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე ყველა მიცის, რომ არის ტრამპის რუპორი ევროპაში და ვიქტორ ორბანის დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, როდესაც მან პირველმა მიულოცა ქართულ ოცნებას გამარჯვება, როდესაც ის არ იყო ჩამოსული საქართველოში, მას არაჩვეულებული ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილთან და ყობახიძესთანაც ასევე. და ნუ მოკლედ ყველანაირად მხარს უჭერს არა მარტო საქართველოს აღიათ, არამედ ქართულ ოცნებას. აი, აქ როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი? ერთი მხრივ ჯო უილსონი, რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია საქართველოში გადასარჩენია და ივანიშვილი დასასანქცირებელია და ის არის მთავარი უბედურება ამ ქვეყნის და მეორე მხრივ ვიქტორ ორბანი, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ამის გარდა რას უნდა ველოდოთ ბატონო დემურ? უნდა ვიყოთ ისევ ამერიკის ვასალები? თუ უნდა გქონდეს, კი არა და უпростоრად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიყოთ პარტნიორები. კიდე გეუბნებით, მე ჩემი ვთქვათ პარლამენტში ყოფნის პერიოდში მქონდა ამერიკელებთან კონტაქტი ძალიან მაღალ დონეებზეც, შემდეგაც მქონია კონტაქტები და გითხრათ სიმართლე, რომ ქართველებმა არაფერი არ იციან ამერიკელების შესახებ. ღრმა დარწმუნებით გეუბნებით, იმიტომ რომ ამერიკელები არაფერს არ ცემენ პატივს გარდა პიროვნების. ისინი შენში უნდა ხედავდნენ პიროვნებას. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ შენი ქვეყნის მესვეული ხარ. როდესაც ისინი ხედავენ და ჩემთვის არ დაუმალავთ ეს, რომ ამ ხალხს ვერაფერი ვერ გავუგეთ, ფულის მეტი არაფერი აინტერესებდო. მათ აქვს თავიანთი გლობალური ინტერესები და ისინი იხდიან ამის ფულს და თუ შენ ქვეყანას მიიყვან იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც ქართველებმა მიიყვანეს, ეს შენი პრობლემაა. ამერიკელები ხო ხედავთ რა დონეზე იწყებენ ცვლილებას, იმიტომ რომ დაინახეს, რომ მათი ქვეყანა ინგრევა. გამიგეთ რა? იმიტომ რომ დროს ასწილდა დიახ, ბაიდენის პრეზიდენტობის 4 წელი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხედავდით ამას, მე ღიად წერდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასწილდა დროს. იმიტომ რომ საით მიდიოდა თეთრი სახლი გაანათო LGBT დროშების ფერად, ეს უკვე არის იმ დონის კრეტინიზმი, რომელსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, სუროს ლიგის 8 უძლიერესი ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტობის დროს საოცნებო, დღეს სოციალური მეცნიერებები განადგურებულია.
იდეოლოგიით და სიყალბის გამო, რომელიც ის არ ვარ. იქ შემორჩენილია კიდევ საბუნების მეტყველო და ეკონომიკა და ფინანსები, მაგრამ არა სოციალური სხვა მეცნიერებები. პირიქით, ამიტომა რომ გაუჭირდა ამერიკელებს პროგნოზირების და ანალიზის ცენტრებში. ამაზე სხვათა შორის თვითონ ამერიკელი პროფესორებიც საუბრობენ, აი ჯეფრი საქსი, მაგრამ ამერიკულ პრესას რომ განახოთ ზაფხულშიც უზარმაზარი სტატიები იყო რა დღეშია რა დაცემის პირასა ეს უნივერსიტეტები ამ ნაწილში და ნახეთ რა გამოდის ქართველებს აქვს ერთადერთი შანსი საკუთარი სახელმწიფო აქვს და რეალობიდან გამოვიდნენ ეს რეალობა ნიშნავს იმას რომ საქართველოს ხელისუფლებამ უწრილმანეს დეტალებში უნდა იცოდეს გეოპოლიტიკური განლაგება თავარი მოთამაშეებისა მათ შორის წინააღმდეგობა თუ არის მათ შორის კონკურენცია რაშია და არის თუ არა კონფრონტაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მე მანახეთ ერთი ქართველი დღეს სენაზე ყოფი პოლიტიკოსი ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, რომელსაც თანამედროვე მდგომარეობაზე შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დადებითად პასუხობთ ამ კითხვას. ჩვენს ხელშია ვიქნებით პარტნიორები თუ ვიქნებით ვასალები. ხელშია თუ გვინდა სახელმწიფო. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ განლაგებას. რაც შეეხება. მოდი უილსონს რაც შეეხება. უილსონი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლებაში, უილსონს შეუძლია იხმაუროს, შეუძლია აკეთოს ეს სულელური განცხადებები, რომელიც მე ამერიკის საელჩოსაც მივმართე ამ 2 დღის წინ, რომ ვინმე ჭკვიანმა გააგებინეთ ამ უილსონს, რომ ამაზე უფრო დიდ შეურაცხყოფას და ამაზე უფრო დიდ ნეგატიურ განწყობებს ამერიკისადმი არავინ არ იწევს დღეს. ის რომ საქართველოში რაღაც ანტიამერიკანიზმი გაჩნდეს ამერიკელების ბრალია და არა ქართველები. ქართველები 30 წლის წინ აღმერთებდნენ ამერიკელებს და ისეთივე ქვეყანა უნდათ როგორც ამერიკაში ხედავდნენ და ევროპაში ხედავდნენ, მაგრამ ასე ეგონათ ვიღაცა მოუტანდა ამას და აუშენებდა. ის არ იფიქრეს ქართველებმა სამაგიეროდ დემაგოგიაში ჩაახშეს მთელი ფეხა უმდგარი სახელმწიფო. ამიტომ უილსონი საფრთხეს არ წარმოადგენს. უილსონი არის ერთუჯრედიანი საცოდაობა. კლასიკური, აი ამ უილსონების წინააღმდეგ არის ეს სრულიად სხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მიდიან თავისი მიზნისაკენ. არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც კარგად უნდა გვესმოდეს. პიტერ ტილი აფინანსებს სახელმწიფოსგან იზოლირებული თანამეგობრობებს და ასეთი არის ერთ-ერთი sea-stating. ანუ ის რაც ზღვის გარემოში შეიძლება იყოს ეს ჯერჯერობით ძალიან ფეხაუმდგარი ახალი რამეა, მაგრამ ამ ჩაკეტილ სივრცეებში ისინი აკეთებენ ექსპერიმენტებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, ანუ ამ ხალხთან ერთად ფარულია როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიები აკეთებდა ფარულად ადამიანი არა ისინი ღიად სისტემებზე და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ უზარმაზარი ფული უზარმაზარი ინტელექტი უზარმაზარი ამბიცია არა მიწიერი ინტერესებით გაჯერებული არამედ სადღაც უნდათ და აუცილებლად გაკეთდება ეს ყველაფერი თანდათან ოღონდ თავარია რა მოხდება ამ 4 წელიწადში თუ ეს სისტემა აიგო ტრამპი მათ რატომ მოიყვანეს რატომ ჭირდებოდა ტრამპი იმიტომ რომ წინა სისტემის პირობებში ეს შეუძლებელი იყო დიახ მათ არ უნდათ უშუალოდ პოლიტიკაში იყვნენ დაკავებული იმ თანამდებობრივ დონეზე როგორც არის აი ხო მოგიყვანეთ მაგალითი რას ამბობს სტილი მე ვერ წარმოვიდგენია რომ ჩვენ მაგრამ ისინი უზარმაზარ თავისუფლებას ითხოვენ ამ უზარმაზარი მიზნების მიღწევისათვის. გასაგებია რომ ტრამპი როგორც არატრადიციული პოლიტიკოსი და ამდენად ამერიკაზე ორიენტირებული მის უკან ხო ხალხია მის უკან ხალხი რო არ იყოს ტრამპი რა საქართველოს კი არ არის ბელაც გაეკიდონ მოსახლეობა ისე რომ არც კი იცოდეს და არც კი თუმცა ტერმინი ტრამპიზმი უკვე გაჩნდა ტრამპიზმი გაჩნდა, ტრამპიზმის იდეოლოგია გაჩნდა, ამას უკვე, მაგრამ ეს არ არის ბელად
ბელადიზმი და ეს არ არის ბელადის იდეოლოგია, ეს არის გაცილებით დიდი ინტელექტების თქვენ წარმოიდგინეთ, რაც მე ჩამოვთვალე იქედან ნებისმიერი ესაც თუ წაიკითხავთ, თქვენ ნახავთ რა დონის ინტელექტთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე ამას არ უყურებ ასე, მე ვერ გეტყვით რა მოხდება, თვითონ ამერიკელებშიც არის გარკვეული დაეჭვება, რომ შეძლებენ თუ არა ეს ხალხი, მაგრამ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელიც არაფრით არაფერზე უკან არ დაიხო.